მერტმა დაგიცოთ, გაგახაროთ. უკეთესკენ უნდა შევიცვალოთ ჩვენ. აი ამისთვის არის ზუსტად ეს ლოცვებიც. რომ უკეთესკენ შევიცვალოთ, გავხდეთ უკეთესი ვიდრე ვარ, განვიღმთოთ. ვინც ახლა არ იცვლება უკეთესისკენ, ესე იგი რაღაცას არასწორად აკეთებს ისე ვიტყვით. რაღაცას აშვება ისე, როგორც უნდა აკეთდეს, უკეთესად არ აკეთებს, არ იცვლება უკეთესად. ადამიანი რომელიც არ უნდა შეეცვალოს და გაეჭირა წარსულში არ მოინანია ეს მოსანენებელი რაც ხდება, მუდამ აბრალებს გარემოს და რეალობას, დროს და სივრცეს. თვითონ თუ არ იცვლება და წარსულში გაეჭირა სადღაც და ჩაქვა ჩამარილდა, ნუ იტყვის რომ დრო წინ არ მიდის და არაფერი არ იცვლება. ყველაფერი იცვლება, თვითონ უნდა უკეთესკენ შეიცვალოს. და ნუ რა ვიცი უნდა აბრალებს, საკუთარი თავის გამოსწორებით დაიწყოს. გადალახოს ეს შინაგანი ქაოსი, შინაგანი მოუწესრიგებლობა, მოაწესრიგოს საკუთარი თავი, ყველაფერი მოაწესრიგოს საკუთარ შიგნით, მასში. და გარეგნულად მე ეს ყველაფერი მოწესრიგდება, ნუ იმასაც შრომა უნდა, მაგრამ ეს თავისთავად არ იქნება, მაგრამ მოწესრიგდება. ყველაფერი რაც კარგია, რაც მოწესრიგებული და რაც ლამაზი და მშვენიერია, ყველაფერში რაღაცა მთლიანობა იხილდება, იჭვიტება. ოქროს კვეთა იჭვიტება, სადღაც ყველაფერი რაც გენიალურია, მარტივია, მაგრამ არა პრიმიტიული, ხო? ამიტომ სრულყოფილი ის არის რაც მშვენიერია, რაც მშვენიერია, მაშინ სრულყოფილების კანონი არის შადებული. ამიტომ ქაოსი და მოუწესრიგებლობა შინაგანი ცხოვრებაში ბადებს ესეთ მდგომარეობას. ამიტომ ადამიანმა უნდა იცოდეს თავისი ჯვართვიტელობა. რისთვის არის ამ ქვეყანაზე მოსული და ჯვართვიტელობა ის რისთვის ცხოვრობს. რო შეიცვალოს უკეთესისგან, ხო? უნდა იცოდეს, რომ რა შეცვალოს მის ცხოვრებაში და უნდა ქონდეს ამისათვის ჯვრის პარაკრის ვიხდით ახლა და ჯვრის საკუთარი ჯვარის განცდა, საკუთარი ჯვართვიტელობის განცდა უნდა ქონდეს ადამიანს. აი ეს განცდა აუცილებლად მას მიზნისა და რეალობის განსაკუთრებულ ქრისტიანულ შეგრძნებას ბადებს მასში. გრძნობა მიზნისა, გრძნობა იმისა, რაც შენი საკეთებელია, ეს განსაკუთრებული ნიჭია სული წმინდის ალბათ. ეს უნდა ჩვენი საკეთებელი რაც არის ღვთის საძინებლად, სული სასხოვნებლად, უნდა ვილოცოთ, რომ პასუხი რა არის ჩვენი ჯვარი, ამას შრომა და ლოცვა, მარხვა და ლოცვა უნდა, რომ გავიგოთ. განსაკუთრებით და ახლა მარხვის პერიოდში ამას მოსახერხებელი პერიოდია ძალიან. რომ ეს მთლიანობა, სიმთლიანი, ესე ვიტყოდი, მოვიპოვოთ ჩვენ. თუ ამაში რაიმე ხელს გვისლის და როგორ არ შეგვისლის, თუ ამ კეთილი მიზნისაგან მივისწრაფეთ, რა თქმა უნდა, ბრძოლები და ხილული და განსაკუთრებით უხილავი მტრები იქნება. მაგრამ უნდა გაუღიმოთ მტრებს, რომ როცა გიყურებენ, მათ წყალებში გაუხარდეთ, ხო? უნდა გაუღიმოთ მტრებს. რა თქმა უნდა, ღიმილი, ზრახვა, გახსნილი, გული წრფელი ღვთის მიმართ მიმართული, კეთილგანწყობილი ღიმილი, მაგრამ ამავე დროს რა სწორი და მართალი მსოფლმხედველობა. თუ ვინმეს ეზიზღებით, თუ ვინმეს ზულხართ, პირველ რიგში საკუთარი თავი მოუძულებია. ვისაც ადამიანი ძულს, მან ორი უნდა გათხაროსო. ერთი თუ თხრის ერთისთვის, ვინმესთვისო, მეორე თავისთვის უნდა გათხაროსო, კიდე ნათქვამია. ერთ-ერთი ბრძენია წყალუწვევი. ამიტომ თუ კი სხვას უთხრის ვინმე ორმოს, თვითონ ხილად იყოს, მეორე ორმოს ვარ გათხარა ის, ვისაც გაუთხარა, იმაში თვითონ აღმოჩნდება. ეს კანონებია, ბუნების აქსიომებია. არ გავუკეთოთ სხვას ისო, გახსოვთ, ხო? ქრისტეს დარიგება სახარებისო, რაც არ გინდა რომ შენ გაგიკეთო, მოიქეცი სხვას ისე, როგორც შენ გინდა რომ მოგექცნენ და ასე შემდეგ. სიბრძნე ბალახვარისეში ჩავიხედოთ. ხო? გახსოვთ, დანარჩენი კიდე ორი დარიგება, ისიც ნახეთ მე დავალება. თუ ვინმე ზულხართ, ესე იგი ჯანმრთელი იქნებით რა, იმიტომ რომ ჯანმრთელობას გისურვებთ, ესე იგი. განვითარდით, ეს მტრებს მხოლოდ აღიზიანებს. განვითარდით. ამიტომ მეტი სიმართლე ღვთის წინაშე, მოყვასის წინაშე, ტყუილები არ გვინდა, ჩუმჩუმელობა, გაორება, ზურგს უკან რაღაცების
კლავ თუ არაფერს არ სულს. კარგს, დიდი რესურსი მიაქვს, ძალიან დიდი რესურსი მიაქვს ტყუილს. ეს სხვა თემა. ამიტომ ეს ანთროპოლოგიური კანონებია, ანთროპული სივრცე დაზიანებულია, მაგრამ არა დაავადებულია სივრცე. ეს ქსოვილი, სოციალური ქსოვილი. მაგრამ არ არის ისეთ დაავადებული, რომ გამოსწორება არ იყოს და საშუალება არ იყოს გამოსწორება. თითოეული ადამიანი, რომ განიკურნება, განიღმრთობა, ზოგადად სივრცეც განიწმინდება და განიკურნება. ამიტომ კონტექსტუალური არის რეალობა. ხო? რეალობა კონტექსტუალურია. აი რა კონტექსტს მიცემ რა, ასე ვთქვათ, კონტექსტში ვიმყოფებით ჩვენ. აი როგორია, რა კონტექსტში ვიმყოფებით, აი ის არის იმ მომენტისათვის ყველაზე მთავარი. აი ჩვენ გვინდა ღვთისმსაჯულო ცხოვრება. ყველაფერი იმ რაკურსში ჩანს. აი რა კონტექსტში ვიმყოფები, იმ კონტექსტით მოქმედებ ისე რომ შეგიძლია თუ კი რეალობას ამ კუთხით მიუდგები, რომ შენ ყველაფერი აგეთო ღვთისადიდებლად, სული სასხოვნებლად, იდეალურად შეიძლება არ გამოგივიდეს, მაგრამ ეს გინდოდეს, როგორც აღნიშნე, არ იყო ისე არ მოქმედებდე, რომ არ მოქმედებდა ისე, რომ როგორც შენ გინდა მოგიხსენ, ისე მოეკეცი სხვას, როგორც აც არ გინდა რომ შენ გაიგეთო, ის არ გაუკეთო სხვას და სხონდე. ვერავინ ვერაფერს ვერ დაგიშავებს. გაული გვერდს აული თუ ეხა არ არის საჭირო მაინდა თავფერი ახალო. აუარე გვერდი, კედელი როცა არის, ყავს თუ ვერ გადაძვერი და ვერ მოუარე მაშინ, ხო მაინდა მას თავფერი ხომ დაამტვიროს ეს. აუარე. გააკეთე ესეთი სულიერი კომპასი შენი კონდეს ისეთი ღვთის სადიდებლად რომ არის სულ მიმართული, ის ყოველთვის იმ გზას მოგცემს. მოგცემს შენ. საერთოდ უნდა წახვიდე, როგორ უნდა იმოძრაო. ამიტომ ეს როგორც აღნიშნე, დისტანცია ღმერთსა და ჩვენ შორის დიდია, მაგრამ ამავე დროს ჩვენთან არის ღმერთი, ხო? რა თქმა უნდა, არ დაიყოს ვამბობ, ქრისტე არის ჩვენ შორის და ვამბობ, ასევე არ დაიყოს. რა თქმა უნდა, დისტანცია მეუფესა და მონას შორის, შემოქმედს და ქმნულს შორის, უფალსა და ადამიანს, რომელიც არაფერი არ აქვს წინაშე, დიდია, მაგრამ ეს დისტანცია გადალახვადია სასოებით, სარწმუნოებით, სიყვარულით. განსაკუთრებით სიყვარულით, გადალახვადია. და გადალახულია კიდევაც, ქრისტემ ეს გადალახა დისტანცია და გაუცხოება და ესე ვთქვათ, ბზარი, უფსკრული ადამიანსა, კაცობრიობასა და უფალს შორის და შეაერთა კვლავ რელეგერე, შეაერთა. თავიდან აღადგინა კავშირი, ახალი აღთქმითი კავშირი აღადგინა ღმერთსა და ადამიანს შორის და მოგცა ცხოვრების საზრისი, რომელიც სახარებაში ძევს, როგორ უნდა ვიმოქმედოთ ჩვენ. ვიცხოვროთ იმისათვის, კი არა რომ ჭამოთ და ვიკვებოთ და ყველაზე დიდი სიამოვნება ჩვენი ცხოვრებაში. თქვენზე არ მოხდა საერთოდ იყოს ყოველდღიურად მიწიერი კომფორტის და კვების რეფლექსია, გამრავლებისა და ძილის რეფლექსი და კვებისა და რაღაცა მიწიერი ყოველდღე ეს თუ შენ ცხოვრებაში ყველაზე დიდი ესთეტიკური სიამოვნებაა, ну მაშინ ძერ ცოტათი მეტი ხარ ვიდრე დავუშვათ პირუტ, მაგრამ პირუტს თავის დანიშნულება აქვს. ხო, ცხოვრობს თავის დანიშნულება აქვს. ცოტათი მეტი ხარ. კარგ მდგომარეობაში და ცუდში რა იქნები, რა იქნები, ხო? ამიტომ თუ ეს ყველაზე დიდი ესთეტიკურ და სულიერ სიამოვნებას გაძლევს, თუ კარგი საჭმელი შეჭამო და კარგად წამოწვე და სადღაც კარგი ხორციელი ფუფუნება მიიღო, თუ ეს შენი ცხოვრების ყველაზე დიდი მასაზრდოებელი ნეტარებაა, ну მაშინ ცოტა მეტად უნდა დაფიქრდე, იქნებ რაღაცა სხვა რაღაცაც კიდევ არსებობს ამის გარდა ნეტა. აი ამისთვის არის სახარებისეული საიდუმლოებები მოცემული. იმისათვის არის ყველა ლოცვა, რომ გზა გაიხსნას და მთელი ზიარებისგან ლოცვები რა რომ შემოვეც ჩემში და გაახსენეთ ჩემი გონება, გული, განსმიდე, რომ ცოტა მაღალ დონეზე ავიდეს ჩემი შინაგანი ჭრეტა ჩემი ცხოვრების საზრისისა, ცოტა უფრო მაღალ დონეზე ავიდეს. მოდი, ნუ ვიქნები ამ რუტინაში გაჩხერილი. ამ უგავაიგივებ ჩემთვის მხოლოდ ფიზიკური სხეულის ხორციელ, ასე ვთქვათ, რეფლექსებთან და იმპულსებთან და ფუნქციონალთან. ნუ გავაიგივებ და ცოტა მეტი იფიქრე, ცოტა უფრო მაღლა დადექი ამაზე, ხო? და აუცილებლად გექნება მოწესრიგდები და კარგად იქნება. და ეს მინდა გისურვოთ. ყველაზე პროდუქტიული არის ის, რომ ადამიანი ღვთისმსაჯულო სული საცხოვრებელ ცხოვრობს, ყველაფერს აკეთებს, ცდილობს ყოველ შემთხვევაში გააკეთოს ისე, როგორც ქრისტე ასწავლის და სწავლება ძალიან ბევრია ქრისტესი.
ძალიან ბევრი არის მოცემული, უფრო მეტი ვიდრე შეგვიძლია დავიტიოთ, მაგრამ მაქსიმუმის და მინიმუმის ყველაფერი მოგვეცა იმისაც, რომ ჩვენ გავიზარდოთ სულიერად, უკეთესი გავხდეთ როგორც თავში ვთქვით და საუკეთესო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ასეც ყველას წარმატებას გისურვებთ. ამიტომ მინდა რომ დაგვესვათ აი ეს ლოცვები ყოფილიყოს, რა თქმა უნდა, ფონად თავარი არის სინანული და აღსარება და ზიარება. ფონად აი ამ საიდუმლოებებისა, ზიარების, აღსარების, პირველ რიგში ზიარების საიდუმლოსი. ფონად ესეც როგორც დამხმარე საშუალება, ხომ იქნება ნავია ეს, როგორც ნავი. როცა გადაცურავ მდინარეს, ნავი უკვე შეგიძლია დააბადა დათოვო. როცა მეორე ნაპირზე გადადიხარ, ნავს ხوار იყიდებ ზურგზე და ნავით ხوار მიდიხარ. ხო, ეს ხომართალი. როცა რომელი გონიერი ადამიანი იყოს, ხო, აი ნავი ან ბორანი გადავიდა ერთი ნაპირიდან მეორეზე. არა, მე უნდა მეორე ნაპირზე ისევია, რომ ამ ნავს ვერ დავტოვებ. თან უნდა წავიღო ეს ნავი. დაანებე თავი, იმას თავის ფუნქცია დატოვე, დაგეხმარა. მოგეხმარა. მეორე ნაპირი აღარ ჩანს შეიძლება. ჯერ ახალი ნაპირზე, როდესაც გადახვედი წმენის ნაპირზე, ჯერ იქ ვერ გაგირკვევია რა ტოპოსია, რა ტოპოსია და რა ლოკაციაში ხარ და რა გეოგრაფია, რა ასე ვთქვათ, იქ რა ტოპოლოგია, რანაირი რუქა, იქ ჯერ ის გაარკვია. ძველი ნაპირი აღარ ჩანს უკვე, მოინანიე გავუშვი, რაც გარდასულცა ნუინანიო. ნაბან წყალს ნუ გამოიდო თავიდან დალიო, დამან რო დაიბანა ამ გარეცხავ რამეს იმ წყალს ხوار აგროვებ, ისევ დალიო გამოიხედო, არა? დაანებე ეს. გავიდა იმ გარდასულს ნუ გაინა. ნაბან წყალს, ნარეცხ წყალს ნუ გამიზდებ, გავიდა და გავუშვი. ის ბილიკი, რომელიც გაიარე, მადლობა ღმერთს, ის ნაპირი, რომელიც გადმოლახე, შენთვის იმ დროს თავარი იყო, რომ გადმოგელახა ეს ურწმუნოების მდინარე. ეს ნაკადი ამას სოფლისა. აი ნავში რო იჯექი, ის მაგ დროს შენთვის იყო მენავე, შენ და აი მენავე ფარველი ანგელოზი უფალი, რომელიც ეციდან მართავდა, ფარველი ანგელოზი და ნავი და წყალი, აი ეს იყო შენი რეალობა. და წვეთი იმ ნაპირს, გადმოხვედი, ხო დატოვე ეს ნავი, დაადი, წყალს ნუ გაატა. ნებ სხვასაც დაჭირდეს რაღაცა სხვა რაღაცაში, ხო? და გააგზელე სიარული. და უკვე იქ სხვა რაღაცებს ნახავ და სანახავი და მრავალფეროვნება და სამყარო იმხელა, მოდი ნუ ჩაიკეტები მხოლოდ შენ ოთახში და შენ კორპუსში, რომლებიც ასე გამრავლდა, ხო? ნუ ჩავიკეტები და ნუ გეგონები მხოლოდ ის კორპუსი, ის ბინა, ის უბანი, ის ქალაქი, ის ქვეყანა, ის პლანეტა და მარტო ესე არსებობს. ძალიან ბევრი რამე არსებობს კი, ძალიან ბევრი რამე, რაც ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია, მაგრამ მომავალში როცა ვთისნებით, ისაც საჭიროა ჩვენი ცნობიერების პროპორციულად მოგვეცემა აქაც და იქაც. ამიტომ გისურვებთ დიდი მადლი ქონოთ. მადლობთ ჩვენ იესო ქრისტეს იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.